მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ახალი ქართული ფსიქოლოგიური დრამა პანოპტიგონი. სანამ კომენტარებში იკითხავთ, თუ სად შეიძლება ფილმის ნახვა, გეტყვით, რომ მისი ნახვა შეგიძლიათ ან საქართველოს კინოთეატრებში, ან კავია პლუსის ოფიციალურ საიტზე, სადაც გადაიხდით 19 ლას და 2 დღით ფილმი გალერეაში გექნებათ და ამ 2 დღის განმავლობაში რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ ნახავთ. მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც ფილმში საკმაოდ ბევრი სიმბოლო და ესეთი ყურადღება მისაქცევი დეტალია, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ, ან არ ვიცი, ერთი შეხედვით არ გაამახვილეთ ყურადღება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ თუ რაზეა რეალურად პანოპტიგონი. ვიდეოში მოსმენილი თეორიები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსაზრებები პირადი. თუ თქვენ სხვა შეხედულებები გაქვთ ფილმზე, დიდი სიამოვნებით დაგელოდებით კომენტარების სექციაში. ახლა კი კარგად მოკალავდით, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, შეუდგეთ საქმეს. მოდი თავიდან დავიწყოთ ფილმის სათაურის განხილვით, რადგან ჩემი აზრით სწორედ რომ ფილმის სათაურშია ჩადებული მთავარი დეტალი, რომლის გაშიფვრის შემდეგაც ვფიქრობ, ბევრი რამ სიუჟეტის შესახებ უფრო ცხადი და ნათელი გახდება. რას ნიშნავს ეს ერთდროულად უცნაური და მომხიბვლელი სიტყვა? მცირე ისტორიული გადახვევა. მე-18 საუკუნეში ბრიტანელმა ფილოსოფოსმა და რეფორმისტმა ჯერემი ბენთემმა შექმნა სამაგალითო ციხის მოდელი, რომელსაც პანოპტიგონი უწოდა. ბენთემის პანოპტიგონი არის მაღალი კოშკი ზედამხედველებისთვის, რომელსაც წრიულად გარს არტყია პატიმრების საკნები. საკნების ფანჯრები ისეა განლაგებული, რომ საკანში მყოფი პატიმრის დანახვა ყოველთვის შესაძლებელია კოშკიდან. თუმცა კოშკის ფანჯრები, გასასვლელები და კარები ისეა მოწყობილი, რომ პატიმრებმა არასდროს იციან, როდის აკვირდებიან და როდის არა მათ. საპატიმროს ასეთი სტრუქტურის გამო ისინი იძულებულნი შეიქმნენ ყოველთვის წესიერად მოქცეულიყვნენ, რადგან არასოდეს ეცოდინებოდა თუ როდის უყურებდნენ უფროსები კოშკიდან და როდის არა. ეს გაურკვევლობა მათ მოდუნებისა და წესების დარღვევის საშუალებას არასდროს არ აძლევდა. ახლა რა ხდება ფილმში? სანდრო რელიგიურ მოტივებზე და შეხედულებებზე გაზრდილი ბიჭია. მამამისი მკაცრ საეკლესიო ცხოვრებას მისდევს და ემზადება სულიერი განსხივოსნებისთვის, ანუ მისი საბოლოო მიზანია ბერად აღიკვეცოს, რის მისაღწევადაც უკან არაფერზე იხევს. მზად არის დატოვოს შვილი, უგულებელყოს საკუთარი მეუღლე, განერიდოს ამქვეყნიურ ცდუნებებს, რომლებიც მრავლად არის მოკვდავთა სამყაროში. განწმინდოს საკუთარი სული მავნე ჩვევებისგან და დაადგეს უფლის გზას, რომელიც მისი აზრით ერთადერთი და ჭეშმარიტი გზაა ამ ქვეყნად. ცხადია, მამის იდეოლოგიით აღზრდილი სანდრო ცდილობს იგივე ჩარჩოებს მოერგოს და დაემორჩილოს მამის ნებასურვილს, რომელმაც მასზე უკეთ იცის, რა არის შვილისთვის კარგი და რა ცუდი. მაგრამ ამის მიუხედავად სანდროს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად თუ გაუაზრებლად ცდილობენ ჩამოაშორონ ბიჭი არჩეულ გზას. გარშემო არსებული მრავალი ხელისშემშლელი გარემოებებიდან სანდროსთვის დაპირისპირების ყველაზე დიდ ობიექტად მაინც საკუთარი თავი იქცევა. გარდატეხის ასაკი და მასთან ერთად გამოაშკარავებული სურვილები თუ მისწრაფებები ბიჭს გონებას ურევს, აცდუნებს და კითხვის ნიშნებით უსებს გონებას. მიუხედავად მამის უსაზღვრო პატივისცემისა და მოწიწებისა, იქნებ ეს გზა სულაც არ არის მისთვის განკუთვნილი, იქნებ მამის არჩევანი სულაც არ განაპირობებს შვილის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს, იქნებ ის ინდივიდია, რომელმაც ეს მაცდური გზა თავად უნდა გაიაროს, ნახოს კარგიც და ცუდიც, ბოროტიც და კეთილიც. დაუშვას შეცდომები და მიენდოს საკუთარ ბუნებას. სანდროსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს სექსუალური მისწრაფებების და დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომელსაც თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად ვერაფერს უხერხებს და რადგან უშუალოდ პროცესით არ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი სურვილები, ამ ძრახების გამოხატვა სხვადასხვა მოქმედებებით ახერხებს, რაც საკმაოდ დიდ უხერხულობას ქმნის საზოგადოებაში და ასევე ამ ყველაფრის ყურება მაყურებლებისთვისაც არასახარბიელოა. თუმცა ეს არის ის, რასაც სანდრო ებრძვის. ეს არის რასაც განიცდის და თუ გვინდა მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ მის ემოციებთან, განცდებთან და სურვილებთან, საჭიროა რომ თვალი არ ავარიდოთ ეკრანს და ბოლომდე შევიგრძნოთ ეს უხერხულობის და სირცხვილის განცდა. სანდროს ტრანსფორმაცია და ამქვეყნიური ცდუნებების გაანალიზების გზა სიმბოლურად ფილმის დასაწყისშივე იხსნება, როდესაც იგი საფეხბურთო გუნდის საშხაპეში ჯვარს კარგავს, უფრო სწორედ საკუთარ ჯვარზე ამბობს, რომ ეს მისი არ არის. რეჟისორი აღნიშნული სცენით გვიჩვენებს, რომ სანდროს ცხოვრება გარდატეხის ასაკთან ერთად იცვლება და უფრო მეტად მორგებული ხდება რეალური სამყაროს ჩარჩოებთან. ამის შემდგომ ხედავთ მის დაინტერესებას საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ, უფრო მეტიც, ბიჭი ვერ მალავს თავის სურვილებს და პირადი ვნებების დაკმაყოფილების მომენტში მის უკან არსებულ ხატს უკან ატრიალებს, რითიც სიმბოლურად თავს იზღვევს იმისგან, რომ მის მიერ ჩადენილ ცოდვას ღმერთი და მამამისი ვერ დაინახავენ. სანდროს მამის
ფიგურაც განსაკუთრებით საინტერესოა ფილმში. თუ დააკვირდებით, თითქმის ყველა სცენაში სანდროს მამა მოულოდნელად ჩდება და იჭრება ბიჭის ცხოვრებაში. ხარ ვარჯიში ხოზე? სალაფონში. შენ? რაუნგელი. არ მოეკიდა, მანახა. სანდრო. მამა? მაშინ, როდესაც სანდროს გონია, რომ თავისუფალია და შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა, არსაიდან მოულოდნელად მამამისი ჩნდება, რომელიც მოძღვრავს თუ როგორ არ უნდა დაივიწყოს მისი რჩევები, რომ აუცილებლად უნდა იაროს მამაოსთან, რომელიც მას დალოცავს და აზიარებს. ეს სცენები, სადაც იგი უცაბედად იჭრება სანდროს ცხოვრებაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სანდრომ არასდროს იცის თუ როდის და სად აკვირდებიან მას, როდის უყურებენ და როდის აკონტროლებენ. ამიტომ მუდმივად წესიერად უნდა მოიქცეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სანდროს მამა ბიჭის ცხოვრებაში ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენს. მას, ვინც ნებისმიერ წამს შეიძლება გამოჩნდეს და ვისაც ვერასდროს ვერსად ვერ დაემალები. ამის შემდეგი ეტაპი სანდროს ფიზიკური ტრანსფორმაციაა, რომელსაც აგრეთვე უდიდესი როლი აქვს ფილმში. ფილმის პირველ ნახევარში სანდროს ვიზუალი მეტად ნაზი, დახვეწილი და კეთილშობილურია. ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი, თეთრი საროჭკა, რომელიც მის ნათელ და უბიწო სულს გამოხატავს. ფილმის მეორე ნახევარში სანდროს პიროვნულ ცვლილებებთან ერთად ჩვენ ხედავთ მის ფიზიკურ გარდასახვასაც, რადგან როგორც ვიცით, სულიერ ცვლილებებს უმეტეს შემთხვევაში თან სდევს ფიზიკური ცვლილებების. სანდროს შემთხვევაში ეს იწყება თმების გადაპარსვით, რის შემდეგაც იგი ემსგავსება ფეხბურთის დანარჩენი გუნდის წევრებს. მე ამბოხე და თავზე ხელაღებულ ბიჭებს, რომლებიც გარეულნი არიან როგორც კრიმინალური სექტის საქმიანობებში, ასევე ნარკოტიკების აღება მოხმარების პროცესში. ამ სექტაში ყველას ერთნაირად აქვს თმა გადაპარსული, ყველას ერთნაირი სტილის ტანსაცმელი აცვია და ერთნაირი მეტყველების მანერა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ხვდება, ეს აქციელი მისთვის სიკეთის მომტანი არ არის, ვერ ეწინააღმდეგება შინაგან წადილს, ნახოს რაღაც ახალი, რაღაც აკრძალული და მიუწვდომელი. ცდუნების საკითხი ფილმში რამდენიმე სახით არის წარმოჩენილი და ძირითად შემთხვევებში მის გაამხატულ საშუალებად სწორედ ქალები გვევლინებიან. სანდროს თანაგუნდელის ლაშას დედა, ანუ იას სუხიტაშვილის მომხიბვლელი პერსონაჟი, რომელიც ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად არ მალავს სიმპათიებს შვილის თანაგუნდელის მიმართ. აკითხეს გიცდია. მოგიხდა. მინდა შეგჭრა. თუმცა არც სანდროა მის მიმართ გულგრილი. ტვინის ყველა ნეირონი მას კარნახობს, რომ მათ შორის ეს ურთიერთობა დაუშვებელია, ცოდვაა და სიძვაა. ია სუხიტაშვილის პერსონაჟი ასევე მოულოდნელად ჩნდება სანდროს ცხოვრებაში და მისი მამის საპირწონე ობიექტს წარმოადგენს. ერთი მხრივ სანდროს მამა, რომელიც მუდმივად ცდილობს სიტყვების სწორად შეარჩიოს შვილთან, ზედმეტი გარყვნილებისგან და მავნეჩვევებისგან დაიცვას. ხოლო მეორე მხრივ იას პერსონაჟი, რომელიც პირდაპირ და დაუფარავად საუბრობს ნებისმიერ საკითხზე სანდროსთან და მის ინტერესს აკრძალული მისწრაფებების მიმართ ერთიორად ზრდის. ამის შემდგომ ჩვენ გვყავს სანდროს შეყვარებული თინა, მისივე კლასელი, რომელიც აბსოლუტურად საპირისპირო იდეოლოგიის წარმომადგენელია. აი ნუ მაცინებ გთხოვ რა. რომელ საუკუნეში ცხოვრობ საერთოდ? ცოტა აზრზე მოდი რა. 18 წლის ვერ გავუთხოვდები. აბა რა საპირებ ვერ გავიგე. კლუბებში რო დადიან ეგეთი ნაშა გინდა რო იყო? და ყველასთან დაწვე? რა შუაშია ეგ? თინას მსოფლ მხედველობა ძირითადად დაფუძნებულია თანამედროვე თაობაში გავრცელებულ მოსაზრებებსა და თავისუფალი სექსუალური ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ის ფილმის განმავლობაში რამდენჯერმე ცდილობს სანდროსგან მიიღოს ის, რაც უნდა. არ წმნებს ბიჭს, რომ ქორწინება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანებმა სიყვარული ფიზიკური სიახლოვითაც გამოხატონ, რადგან სანდრო უარს ამბობს, რადგან თვლის, რომ ყველაფერს თავის დრო და ასაკი აქვს. თუმცა ამის მიუხედავად ის აშკარა ინტერესს გამოხატავს თანაგუნდელი ლაშას დედის მიმართ. შეიძლება ვერ შეამჩნიეთ, მაგრამ სანდროსა და მამამისის სულიერი მდგომარეობის გამოსახატად რეჟისორი თეთრსა და შავ ფერებს სისტემატურად იყენებს. უფრო კონკრეტულად კი ამას პერსონაჟების მაისურების შეფერილობით გამოხატავს. ფილმის პირველ ნახევარში, როდესაც სანდრო მამამის ტაძარში აკითხავს და მისთვის პეროგი მიაქვს, ბიჭს თეთრი საროჭკა აცვია. რაღაც მოგიტანე. შენი საყვარელი. მოაშორე აქედან.
რაც ერთი შეხედვით ჯერ კიდევ სანდროს ბუნების სიმშვიდესა და კეთილშობილებაზე მიუთითებს. მეორე მხრივ სანდროს მამას შავი ანაფორა აცვია, რომელიც ჩემი აზრით რელიგიური სამოსის გარდა მამის გონებაში არსებულ ქაოსს და კითხვის ნიშნებს გამოხატავს. შეძლებს თუ არა ის მიყვეს ამ გზას ბოლომდე ისე რომ არ გადაუხვიოს მისგან. ფილმის მეორე ნახევარში კი როდესაც ჩვენ სანდროს ძირითადად შავი ტანის სამოსით და გადაპარსული თავით ვხედავთ, ამის პარალელურად რეჟისორი გვიჩვენებს ბერად კურთხევის სცენაში სანდროს მამის დავითის თეთრ ხალათს, რაც მიანიშნებს, რომ დავითმა იპოვა საკუთარი თავი ცხოვრებაში, მიაღწია იმას, რაც ასე ძალიან სურდა. ძალიან საინტერესოა სცენები, სადაც მოულოდნელად სანდროს ცხვირიდან სისხლდენა ეწყება. ფილმში არ იხსნება თუ რატომ მოსდის ასე მოულოდნელად სანდროს ცხვირიდან სისხლი, თანაც არაერთხელ. სისხლდენა შეგვიძლია ერთგვარად მინიშნებად და ღმერთის მხრიდან გაფრთხილებად მივიჩნიოთ, რომელიც სანდროს ეუბნება, რომ გარყვნილებას არ მისცეს უფლება მისი სული სამუდამოდ წარწმინდოს. ერთიორად საინტერესოა ფილმის დასასრული, სადაც თავიდან ბოლომდე სახეშეცვლილ სანდროს ხედავთ, ბიჭს, რომელიც თავს აღწევს რელიგიური ფანატიზმით დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და რეჟისორი ამის სიმბოლურად გამოსახატად სახალხოდ გაშიშვლებულ სანდროს გვიჩვენებს, რომელიც თაგონება, ნატურა და შემოქმედების ობიექტია სხვებისთვის. თავის მხრივ ამასაც კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. სანდრო ბოლოს სცენაში სხვების ინსპირაცია, სხვების მუზა ხდება იმისათვის, რომ სხვებმაც ისწავლონ თუ როგორ უნდა იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და შეხედულებებით, როგორ გათავისუფლდნენ გარშემო არსებული მორალური სტერეოტიპებისგან და საკუთარი ცხოვრების სცენარის დამწერები მხოლოდ და მხოლოდ თავად იყვნენ. ჩემი აზრით პანოპტიკონი საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ნამუშევარია, რომელიც მეტ ჩაღრმავებას და განხილვას საჭიროებს. აუცილებლად დამიწერეთ თქვენი მოსაზრებებიც კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით, სულ მალე დროებით. ზობა, შემავში თავმოყარეობას უნდა კარგე თუ არც გქონია მანამდე. გოცვასთან ერთად ხო ხელი უნდა გავანძვიოთ, რომ შევებრძოლოთ გარყვნილებას. სანდრო აღარ მოხვიდე. ჩვენი სამშობლო პირველ რიგში გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს. შევხედე კარგად, ფერიც არ გადავს. მშვიდობა გაქვს? ამჯერადაც აღარ დამტოვა მარტო. ხო მე მგონია რომ მერთი მსჯის. იმიტომ რომ ბევრი ცუდი რაღაც გავაკეთე.